მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ეს განცხადება, რომელიც დღეს გაკეთდა, მისასალმებელია იმ თვალსაზრისით, რომ ის შეიცავს სინამდვილეს იმის შესახებ, რომ სუსის მიერ გავრცელებული განცხადება გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სინამდვილეს არ შეესაბამება და სინამდვილეს შეესაბამება ის განცხადება, რომელიც 29 მაისს პირველად, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილს მიეცა შესაძლებლობა, რომ ფართო აუდიტორიის წინაშე წარმსდგარიყო, მხედველობაში მაქვს სასამართლო პროცესი, მან ისაუბრა მისი გატაცების შესახებ და რომ ის ძალისმიერად იყო ჩამოყვანილი საქართველოში. სუსის განცხადება მდგომარეობდა იმაში, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მწვანე საზღვრის მიმდებარედ ეგრეთ წოდებულ ზოლში იქნა დაკავებული, რაც ცხადია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და გამოძიების ფორმალური ვერსია მხედველობაში მაქვს ის გამოძიება, რომელზეც სუსი ამბობდა სწორედ ეს მწვანე საზღვართან დაკავშირებით, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. სინამდვილე იყო ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილი და ეს უკვე მეორე საკითხია შეფასების გატაცებული იყო თუ არა, აქ მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ის ვერსია, რომელიც საზოგადოებისთვის იქნა წარდგენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს, არის ყალბი და გიორგი ბაჩიაშვილი ნამდვილად მისი ტრანსფერი საქართველოში მოხდა იძულების წესით, თვალებზე ჩამოფხატებული, ტომარა ჩამოფარებული, ადვოკატის, პროკურორის, სასამართლოს გარეშე, რამდენიმე ლოკაციაზე მისი გადაადგილება და ის, რომ აი ამ მის გატაცებაში და საერთაშორისო დანაშაულში მონაწილეობდა საქართველოს ავიახაზები, აირზენა, რის შესახებაც მან განცხადება გააკეთა. ფაქტი არის ერთი, რომ ეს განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ მისი გადმოყვანა მოხდა ნამდვილად სხვა ქვეყნიდან, ანუ საზღვარგარეთიდან და შესაბამისად საფუძველი ეცლება სუსის იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც ის უბრალოდ დაკავებული იქნა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გადმოყვანის დაკავების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, კერძოდ ადგილი არ ჰქონდა არც ექსტრადიციას და ადგილი არ ჰქონდა დეპორტაციას. შესაბამისად ის განცხადებები, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ვრცელდებოდა და ამის შესახებ საჯაროდ იქნა არაერთხელ ნათქვამი, ჩვენი ადვოკატების მხრიდან მოხდა მიმართვა საგამოძიებო უწყებისადმი, პროკურატურისადმი, თუმცა მას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია. ეს არის ძიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე დანაშაული ადამიანის გატაცების შესახებ და ძალისმიერი ტრანსფერის შესახებ, რომელსაც არ გააჩნდა არავითარი სამართლებრივი საფუძველი, კიდევ ერთხელ ვამბობ. და ეს დღევანდელი განცხადება სწორედ ამის დასტური არის. დავით, აი ამ განცხადების შემდეგ რა შეიძლება ვნახოთ? ჩვენ თქვენ ახსენეთ, რომ აი მის ბაჩიაშვილის ანუ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფის გატაცების საქმეზე მიმართული გაქვთ საგამოძიებო უწყებისთვის, მაგრამ არ გვინახავს მასზე რეაგირება და არაფერი ვიცით საერთოდ რა ტიპის ნაბიჯებია გადადგმული. დღევანდელი განცხადება არის თქვენი საფუძველი, რომ ხელახლა ასე ვთქვათ მიმართოთ, ან რაიმე საქმის მასალებს დაურთოთ ეს განცხადება, ან რისი საფუძველია საერთოდ სამართლებრივი თვალსაზრისით პირველ რიგში ძიებისთვის, ასეთი სურვილის შემთხვევაში პოლიტიკური ნება ალბათ საჭირო, როგორც ხშირად აღწერთ ხოლმე ამ საქმეებს. დღევანდელი განცხადება დასტური არის ხელისუფლების მხრიდან იმ სინამდვილის, რომელზეც ჩვენი მხარე აპელირებდა. აი ეს დატვირთვა აქვს დღევანდელ განცხადებას და ამ თვალსაზრისით ის არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე, რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამ საქმესთან დაკავშირებულ სამართლებრივ მხარეს, ჩვენ ამ განცხადებისგან დამოუკიდებლად ვაპირებდით, რომ კვლავ მიგვემართა პროკურატურისთვის და ეს ამ დღეებში ასევე განხორციელდება კიდეც, რა რეაგირება აქვს ხელისუფლებას, რა მხედველობაში მაქვს საგამოძიებო უწყება იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც 2 ივნისს მივმართეთ საგამოძიებო უწყებას. იმიტომ რომ ეს არ არის იმ ტიპის საქმე და იმ ტიპის ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს ნიველირებული. საუბარი არის საერთაშორისო ტიპის დანაშაულზე, საუბარი არის ადამიანის გატაცებაზე და საუბარი არის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირების მონაწილეობაზე ამ ოპერაციაში და ის განცხადება, რომელიც ასევე რომლის რეზუმირებული შინაარსი საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ის მიუთითებს
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას რამდენიმე მიმართულებით. ეს არის კონვენციის მესამე მუხლი, რომელიც კრძალავს არასათანადო მოპყრობას. მეორე, ეს არის დაკავშირებული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებასთან და ეს არის დაკავშირებული პირად ცხოვრებასთან. ამიტომ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო მათ შორის კონვენციური დარღვევების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც საჭიროებს რეაგირებას. ეს რეაგირება უნდა იყოს სწრაფი, ეს რეაგირება უნდა იყოს დროული, ეს უნდა იყოს რეაგირება განკეთებული დამოუკიდებელი უწყების მხრიდან და შესაბამისი შედეგები უნდა იყოს დროულად დადებული. მე მგონი ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაში არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშანს ის, რომ ასეთი ტიპის ბრალდებები საჭიროებს ადეკვატურ, ეფექტურ, დროულ გამოძიებას და შესაბამისი დასკვნების საზოგადოებისათვის საზოგადოებისთვის მიწოდებას. დავით, განცხადება, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომლითაც 2 ივნის მიმართეთ საგამოძიებო უწყებას, იქ ალბათ ასევე იმის საფუძველზე შესაბამისი პირების გამოკითხვაც უნდა მომხდარიყო. თქვენ ეს საკითხი ახსენეთ, კონკრეტულად სუსის მოქმედი უფროსი, რომელიც დაასახელა ხო თავის დროზე გიორგი ბაჩიაშვილმა, როდესაც აღწერა მისი გატაცების საქმე უცხოეთიდან და საქართველოში ჩამოყვანის საქმე. ეხლა ეს კალათის ამ განცხადებით, ანუ რაც ჩანს, რომ ფართოვდება ის წრე, რომელიც ინფორმირებული იყო მომხდარზე, დავით, ანუ შეიძლება ამ ტიპის დასკვნის გაკეთება და ეს რას ცვლის აი ამ საქმისთვის. კალაძე ამბობს, რომ კი არ გაიტაცეს, არამედ ჩამოიყვანეს, ხო, ის უბრალოდ ჩამოყვანა, ხო, რაღაც სხვა სიტყვაა თორე ამ სიტყვას აღწერს როგორც გატაცებას ბაჩიაშვილი. კი ბატონო, ეს იყო გატაცება, თუ ეს იყო ჩამოყვანა, არის მეორე საკითხი. თავარი ფოკუსი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მისი ტრანსფერი საქართველოში მოხდა საზღვარგარეთიდან, რაც ეწინააღმდეგება სუსის მიერ გავრცელებულ იმ ვერსიას, რომელსაც თავიდან ბოლომდე უსაფუძვლოდ მიიჩნევდა დაცვის მხარე, გიორგი ბაჩიაშვილის დაცვის მხარე და რაც თავარია გიორგი ბაჩიაშვილი, იმიტომ რომ თავად არის ის მომსწრე იმ მოვლენების, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენ მხოლოდ ადვოკატები ვსაუბრობთ იმ ინფორმაციაზე და ფაქტებზე, რომელიც მან ჩვენ გაგვიზიარა რა. თავარი არის სწორედ ის, რომ საზღვარგარეთ მოხდა ეს ამბავი, საზღვარგარეთიდან მოხდა მისი გადმოყვანა და უკვე ეს იყო გატაცება, თუ ეს იყო, არ ვიცი, მე გატაცებას არ ქონდა და უბრალო გადმოყვანა იყო და ამას გააჩნდა რაიმე ტიპის სხვა საფუძველი, ეს მეორე საკითხი არის. ამიტომ ამ თვალსაზრისით არის ეს განცხადება ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, ცხადია, ბაჩიაშვილის საქმე არ არის იმ ტიპის საქმე, რომელზეც უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა არ იქნებოდა ინფორმირებული და ასეთ შემთხვევაში ბატონი კალაძე წარმოადგენს სწორედ იმ რგოლს, ვიწრო რგოლს, რომელიც არის მმართველობის სწორედ ვიწრო რგოლთან დაკავშირებული, ანუ პარტიულ მმართველობამ აქვს მხედველობაში ქართული ოცნების, ამიტომ ცხადია და ბუნებრივია, რომ ბატონი კალაძე არის სწორად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომელზეც ცხადია თავად გიორგი ბაჩიაშვილი, რომლის მონაწილეც თავად გიორგი ბაჩიაშვილი იყო და ის თანხმედრაში არის სწორედ იმ პოზიციასთან, რომელიც არაერთხელ ჟღერდებოდა ჩვენი მხრიდან, მაგრამ რომელზეც არავითარი რეაგირება მათ შორის პროკურატურის და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არ კეთდებოდა. ამიტომ ეს განცხადება იმ თვალსაზრისით, რომ გიორგის გადმოყვანა მოხდა სწორედ საზღვარგარეთიდან, არის მნიშვნელოვანი განცხადება ამ კუთხით და ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ განცხადებას და ამ აღიარებას და დადასტურებას. კი ბატონო, და დავით, რაც შეეხება სააპელაციოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, როგორც ცნობილია, გიორგი ბაჩიაშვილისთვის თავისუფლების 11 წლით აღკვეთა დღეს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ გიორგის მიმართვა, მოსამართლის პროკურორისადმი ის ამბობს, რომ ეს საქმე შეკერილია და შეთითხნილია მის წინააღმდეგ და ასევე ის ლაპარაკობდა მხედრიონის მეთოდების გამოყენებაზე, ციხეში მისი წამების ფაქტი და ივანიშვილის პირადი ანგარიშწორება. რისი თქმა შეგიძლიათ აი ამ არის თუ არა ეს ფინალი ამ შემთხვევაში და რა არის თქვენი გზა შემდგომი იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციოში მიღებული ეს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში საბოლოოა გიორგისთან დაკავშირებით?
სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება პირველი ინსტანციის უკანონო განაჩენის არ მოხდარა, იმიტომ რომ რაიმე ილუზია ჰქონდა და რაღაც იმედი რომ იქ რაღაც შეიძლებოდა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. ამ საქმის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ცხადია ეს არ იყო, ამიტომ არც არავითარი მოლოდინი არ ყოფილა რომ რაღაც იქ შეიცვლებოდა. ეს არის უბრალოდ გზა, რომელიც უნდა გაიარო იმისათვის რომ მოგეცეს შესაძლებლობა ისეთ საერთაშორისო ფორუმზე წარადგინოს საქმე, სადაც დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საქმის განხილვის უფრო მეტი გარანტია არსებობს, ვიდრე აქ. ცხადია ეს განაჩენი გასაჩივრდება კანონით დადგენილ ვადაში, ერთი თვის ვადაში, უზენაეს სასამართლოში, რის შემდგომაც ამის შესაძლებლობა იქნება. მე არ შემიძლია რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო სააპელაციო სასამართლოს განაჩენზე, არა იმის გამო, რომ უბრალოდ სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადა და დასაბუთება არ გვინახავს. ცხადია, რომ ეს განაჩენი იქნება ისეთივე და იმავე მოტივაციის, რა მოტივაციაც ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ამიტომ რაღაც ზედმეტი იურიდიული წიაღსვლები არ ჭირდება ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების ინტერპრეტირებას. ეს არის ის განაჩენი, რომელიც უნდა ყოფილიყო და რომლის მოლოდინი შეიძლებოდა ყოფილიყო. არავითარი სხვა მოლოდინი არ შეიძლება იყოს. როდესაც ნაკლები მოლოდინი არსებობს სამართლიანობის მიმართ, გაქვს ის დამოკიდებულება, რა დამოკიდებულებაც ეხლა მე მაქვს ამ განაჩენის მიმართ. კი ბატონო და დავით, კადრებზე კითხავ ვისარგებლებ ამ თქვენი ჩართვის შესაძლებლობით. კადრების გადაცემის მოთხოვნა მუდმივად არის ზალაში და თქვენ ამაზე მუდმივად საუბრობთ თქვენ და ლევან მახარაშვილის, გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველები. ხომ არ არის რაიმე სიახლე, დღესაც კითხავთ ამ საკითხზე, ვიცი რომ ინტენსიურად ითხოვთ რომ მოხდეს ამ კადრების გადაცემა იუსტიციის სამინისტროსგან. დიახ, ეს მოთხოვნა დადგა როგორც პენიტენციური სამსახურის მიმართ, ასევე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიმართ, პროკურატურას, როდესაც მივმართეთ, სახალხო დამცველმა ჩვენი მოთხოვნის საფუძველზეც გააფართოვა ესე ვთქვათ კამერების დროის შესახებ მოთხოვნა და არქივების და თავათაც ჰქონდათ ეს მოთხოვნა გაკეთებული, სახალხო დამცველმა მიიღო პასუხი, რომლის მიხედვითაც წერილი მომზადების სტადიაზეა, თუმცა საკმაოდ დიდი დრო არის გასული. ჩემი აზრით ეს კადრები არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, ოღონდ ეს არ უნდა იყოს დაჭრილი სახით, ის უნდა იყოს ამომწურავი, რომელიც სურათს მისცემს ნებისმიერ ნეიტრალურ წარმომადგენელს. გასაგებია, რომ როდესაც ეს კადრები, ამ კადრების გადაცემა არ ხდება მხარისთვის, დაზარალებული მხარისთვის და დაზარალებული სტატუსზე უარს ამბობენ, პროკურატურამ უარი თქვა, ზემდგომმა პროკურორმაც უარი თქვა და სასამართლოს პასუხი ჩვენთვის უცნობია. ცხადია, რომ აქ არის საქმე გვაქვს იმასთან, რომ არ ჭირდებათ ამის გახმაურება და ჩვენება, იმიტომ რომ კადრები წარმოადგენს ნეიტრალურ მტკიცებულებას იმის შესახებ თუ რა მოხდა. მე შემიძლია პირველად თქვენთან ეხლა ვთქვა ეთერში, იმიტომ რომ ეხლახანს მივიღეთ სახალხო დამცველისგან წერილი, სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას და მოითხოვა, რომ ეს საქმე, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გამოძიებაში არის, გადაცემული იქნეს პროკურატურისთვის, რომ ამოიღოს პროკურატურამ ეს საქმე თავისთან წაიღოს და საგამოძიებო ქონდებარება მისი განისაზღვროს, იმიტომ რომ რეალურად, რასაც ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობდით, იმ ვითარებაში, როდესაც იუსტიციის სამინისტრო, რომელიც პასუხისმგებელი არის პატიმრების ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე და ეს ვალდებულება მას აქვს არა გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ, როგორც ერთი პატიმრის მიმართ, არამედ ყველა პატიმრის მიმართ და მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ, ეს უწყება, რომლის თანამშრომლებიც არიან თანამშრომლებიც მითითებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან, როგორც ის პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ ძალადობაში, თავიანთი ზოგი აქტიური, ზოგი პასიური როლით არ შეიძლება ეს უწყება იყოს განსაზღვრული იმ უწყებად, რომელმაც უნდა გამოიძიოს ეს საქმე. დამოუკიდებლობა გამოძიების არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლითაც ფასდება არასათანადო მოპყრობის, მათ შორის წამების, არაადამიანური მოპყრობის თუ ღირსების შემნახველი მოპყრობის გამოძიების ადეკვატურობა და ეფექტურობა. და იმით, რომ საგამოძიებო უწყება დღემდე და მათ შორის პირველივე დღიდან არის იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელიც სხვათა შორის ემორჩილება იუსტიციის
მინისტრ, რომელიც თავის მხრივ არის პოლიტიკური ფიგურა და მინისტრთა კაბინეტის წევრი, ეს ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას და ამაზე პასუხი არის გასაცემი და პასუხი პირველ რიგში არის ის, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა წაიღოს ამ საქმის გამოძიება. გვიანია ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, არის პრობლემური, მაგრამ ეხლა მაინც უნდა გააკეთო იმისათვის, რომ რაღაც სახე დღევანდელი დღიდან მაინც ამას ჰქონდეს, მით უმეტეს სახალხო დამცველის განცხადების საფუძველზე. თუმცა არავითარი ილუზია არ მაქვს იმის, რომ პროკურატურა რამეს დაადგენს. კი ბატონო, დიდი მადლობა დავით, ეს არის ნამდვილად სიახლე ამ საქმეში. ჩვენ მუდმივად ვინტერესდებოდით თუ რეალურად რა მსვლელობა მიეცა ამ ამბავს და ამ სიახლის შესახებ თქვენ ახლა ინფორმაცია მიაწოდეთ ჩვენს მაყურებელს, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დაგემშვიდობები, ადვოკატი დავით